გამარჯობა, მეგობრებო. სანამ ვიდეოს ნახავთ, ნუ დაგავიწყდებათ დააჭიროთ ლაიქს, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დატოვოთ კომენტარი, რათა მხარდაჭერა გამოგვეხმაროს კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოების შექმნაში. მივდივართ პირდაპირ UFC-ს სამყაროში, სადაც ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა. ისლამ მახაჩევი ოფიციალურად გახდა უელსტერული დივიზიონის ახალი მმართველი. Madison Square Garden-ში, რომელიც დამსწრეთით იყო გადავსებული, ყოფილი მსუბუქი წონის ჩემპიონი აჩვენა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა. მან 5 რაუნდში დაამარცხა ჯეკ დელა მადალენა, დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც მრავალი გულშემატკივრისთვის გახდა დაუიწყარი მომენტი. ეს გამარჯვება ისლამისთვის მხოლოდ კარიერული მიღწევა არ არის, არამედ მთელი ცხოვრების ოცნების ახდენაა. UFC 320-ზე ალექს პერეირას მაგალითი მისთვის დამატებითი мотиваცია გახდა. ხოლო მახაჩევმა უკვე გამოგზავნა მყაფიო გზავნილი UFC-ს გენერალურ დირექტორს დანა ვაიტს და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალ წლის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის გეგმების შესახებ. White House-ში დაგეგმილი ღონისძიება ივნისის 14-თვის განისაზღვრა. ჯო როჯანის კითხვაზე, უელსტერულ დივიზიონში მრავალი მეტოქეა, როდის აპირებს შენი ქამრის დაცვას? ისლამა უპასუხა სრული თავდაჯერებით. დონალდ ტრამპი, White House-ის კარი გახსენით, მე მოვდივარ. მისი სიტყვები დაუკოვნებლად გაიჟღერა და ახალი ფაზის დასაწყისი გამოაცხადა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. მახაჩევის კონტროლი ბრძოლის ყველა ეტაპზე აშკარაა. 25 წუთი უწყვეტი ბრძოლის განმავლობაში მისი დაგესტანური სტილის გრაპლინგი საშუალებას აძლევს სრულად დომინირებოდეს. სამმამსაჯმა მის სასარგებლოდ აღინიშნა 50-45 ქულებით, რაც აჩვენებს, რომ ბრძოლა მისი სრული კონტროლით დასრულდა. 34 წლის ჩემპიონს უკვე აქვს შთამბეჭდავი კარიერა, საკმარისი Hall of Fame-ისთვის, თუმცა ბევრს ეგონა, რომ ახლა საპენსიო დრო იყო. თუმცა White House-ში ბრძოლის შანსი გათქა ახალი შესაძლებლობა მისი მემკვიდრეობის გასამდიდრებლად. მით უმეტეს, რომ ჯონ ჯონსი მზადაა საპენსიო არდაგებიდან გამოსასვლელად, ხოლო კონორ მაკგრეგორი უკვე ინტენსიურ მომზადებას იწყებს. UFC-ს მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს, როდესაც 5000 VIP სტიმარი, მათ შორის საერთაშორისო ლიდერები დაესწრებიან, ლოგიკურია, რომ ისლამ მახაჩევი მთავარ კანდიდატთა სიაში მოხდება. გასულ თვეში ილია ტოპურია გახდა პირველი, ვინც მას White House-ში საბრძოლო გამოწვევა გაუწია. უწოდებს ამას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლად UFC-ს ისტორიაში. მახაჩევმა გამოწვევა მიიღო და მზადაა 55000 კვადრატული ფუტის კომპლექსში ბრძოლისთვის. მისი მთავარი კითხვა რჩება, დაუბრუნდება ისევ მსუბუქ წონას. უელსტერული დივიზიონი მისთვის მარტივი ჩანდა, თუმცა ის აღნიშნავს, რომ ძველ დივიზიონში დაბრუნება რთული იქნება. თუ მე ვიღებ უელსტერულ ქამს, მზად ვარ ყველაფრისთვის, განაცხადა მან ბრძოლის წინ. მახაჩევის გამარჯვების შემდეგ ყველაფერი ყურადღების ცენტრში აისწმა. White House-ის ბრძოლა აღარ არის მხოლოდ გამოკვეთილი სპორტული შოუ. ეს უკვე ისტორიული ბრძოლა, რომელიც შეავსებს MMA-ის მსოფლიოს ახალ თავსებადობებს. ილია ტოპურია უკვე განსაზღვრავს თავის სამიზნე წელს 2026-ში და ოფიციალურად აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ბრძოლებში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი სრული კონცენტრაცია მხოლოდ ისლამ მახაჩევსა და White House-ში დაგეგმილ ბრძოლაზეა. ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოხატავს მხარდაჭერას მახაჩევისთვის და აღნიშნავს, რომ ეს ბრძოლა არა მხოლოდ კარიერული, არამედ გულშემატკივრებისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება. მახაჩევი უკვე იმყოფება მწვრთნელებთან ერთად ინტენსიურ მომზადებაში, აკონტროლებს დიეტასა და ფიზიკურ მდგომარეობას, რათა მაქსიმალური ფორმა შეინარჩუნოს. მისი წონის კლასი და შთამბეჭდავი ტექნიკა საშუალებას აძლევს დაუპირისპირდეს ნებისმიერ მეტოქეს. გარდა სპორტული თვალსაზრისისა, ამ ბრძოლას განსაკუთრებულ სტატუსს აძლევს იქ გამობრძანდნენ VIP სტუმრები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი პირები. 5000 სტუმარი, მათ შორის უცხოელი ლიდერები, შექმნიან განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მატჩის ისტორიულ მნიშვნელობას. მახაჩევი ამ პროცესში არა მხოლოდ როგორც სპორტსმენია, არამედ როგორც საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მყოფი ფიგურა. ბრძოლის წინ ის აჩვენებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას. მისი სიტყვები და მოქმედებები ხას უსვავს სრულ კონტროლს. თუ მე მიღებ უელსტერულ ქამარს, მზად ვარ ნებისმიერ გამოწვევისთვის, განმარტავს ის. მისი უნარები, დახვეწილი გრაპლინგი და მებრძოლური გამოცდილება აყენებს მას ნამდვილ ლიდერად დივიზიონში. თითოეული რაუნდი, თითოეული მოძრაობა, თითოეული ტექნიკა დაფიქსირებულია მის მწვრთნათა გუნდის მიერ. მას აქვს სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს როგორც თავდაცვას, ასევე შეტევას, რათა მაქსიმალურად გაზარდოს წარმატების შანსი. მახაჩევი ასევე აკვირდება მეტოქის სიმძლავრის ცვლილებებს, წონის მენეჯმენტსა და ვარჯიშების ინტენსივობას. გარდა ტექნიკური მომზადებისა, ყურადღებას აქცევს ფსიქოლოგიურ ასპექტსაც. მახაჩევი ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს მეტოქე ემოციურად, რათა ის გაანეიტრალოს ბრძოლის დაწყებისთანავე. ეს არის მისი დამახასიათებების სტილი, რომელიც ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მებრძოლად UFC-ს ისტორიაში. მეორეს მხრივ, ილია ტოპურია არ აპირებს დასუსტებას. მისი მიზანი მკაფიოა.
ისტორიული გამარჯვება, რომელიც დაამახსოვრდება MMA-ის ისტორიაში. ის ასევე განსაკუთრებულ ყურადლებას უთმობს ფიზიკურ მომზადებას და თითოეულ დეტალს, რათა შეძლოს მაქსიმალური ეფექტი მისცეს ბრძოლის დროს. ამ ბრძოლამ უკვე მიიპყრო მედიის, გულშემატკივრებისა და საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღება. მახაჩევი და ტოპურია გახდებიან ორი მეფე, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახებიან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ არენაზე, White House-ის წინასახეზე. MMA-ის გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ელოდებიან ამ დუელს, რომელიც შეიძლება გახდეს მთელი წლის განხილვაზადი მოვლენების შორის. მახაჩევის მიერ გადადგმული ნაბიჯები არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. ისინი აჩვენებენ მის ამბიციურ გეგმებს, სტრატეგიულ აზროვნებას და სურვილს დაუტოვოს საკუთარი მემკვიდრეობა ისტორიაში. White House-ის ბრძოლა არის არა მხოლოდ მატჩი, არამედ შესაძლებლობა აჩვენოს თავისი ძალა, ნიჭი და მართვის უნარი მაქსიმალურად ფართო აუდიტორიის წინაშე. ამჯერად ყურადღებას ვაქცევთ UFC-ის ახალ თემას. პიმბლეტი 30 წლის მსუბუქი წონის მებრძოლი, რომელმაც დაიკავა მე-6 პოზიცია ამ კატეგორიაში, გამოეხმაურა ისლამ მახაჩევის ბრწყინვალე გამარჯვებას ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ UFC-ის 322-ზე. პიმბლეტის თქმით, ისლამის გამოსვლა Madison Square Garden-ში იყო წარმოუდგენელი და ისტორიული, რაც ადასტურებს, რომ ისლამს საკუთარ ისტორიას იწერს. პიმბლეტი, რომელიც ცნობილია გულახდილობით და ცხელხასიათით, ამჯერად აჩვენა პატივისცემა მახაჩევის მიმართ, რომელიც ველსტერული დივიზიონის ტიტულის დასაკავებლად მთლიანად დომინირებდა. ეს გამარჯვება მახაჩევს საშუალებას აძლევს გახდეს პირველი რუსი UFC-ის ისტორიაში, ვინც ორი სხვადასხვა დივიზიონის ქამარი მოიპოვა. მან ადრე მსუბუქი წონის ტიტული მოიპოვა და რამდენჯერმე დაიცვა, სანამ ველსტერული დივიზიონზე გადაწყვიტა გადასვლა. ამ ისტორიულ მომენტს გამოეხმაურა ასევე კამზად ჭიმაევი, 31 წლის უდრეკი სუპერრეზულტატიანი საშუალო წონის ჩემპიონი. მან X პლატფორმაზე გამოქვეყნებულ მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავ პოსტში მიულოცა მახაჩევს. მილოცვა დაგესტანს, დაწერა ჭიმაევმა. ამ კომენტარმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან ორივე მებრძოლი ახლა ქამარს სხვადასხვა დივიზიონში ფლობს. გულშემატკივრები უკვე სპეკულირებენ დაგესტანური მებრძოლების დომინაციის შესაძლებლობაზე MMA-ის სამყაროში. მახაჩევის გამარჯვებამ გააგრძელა მისმა გამარჯვებათა სერიამ UFC-ში 16 მატჩიანი რეცაფილი, რაც თანაბარია ლეგენდარულ Anderson Silva-ს რეკორდთან. გარდა ამისა, ის გახდა UFC-ის ისტორიაში მე-11 მებრძოლი, რომელმაც მიაღწია Double Champion სტატუსს, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ მებრძოლად, როგორც სტრაიკინგში, ასევე გრაპლინგში. თუმცა, ეს დიდი გამარჯვება ვერ უშლის თავიდან დრამას, ოქტაგონის მიღმა. ილია ტოპურია, მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი, კვლავ გამოხატავს მწვავე კრიტიკას მახაჩევის მიმართ. ისლამს უწოდებს UFC-ის ყველაზე მოსაწყენ მებრძოლად. გულშემატკივრებში ეს კომენტარი სწრაფად გამოიწვია რეაქციები, რადგან ტოპურია ჯერ არასდროს ყოფილა ველსტერულ დივიზიონში. მახაჩევის პასუხი სავსე იყო თავდაჯერებით. პრესკონფერენციის დროს მან თქვა: მე სრულიად მზად ვარ, არ ვარ დაზარალებული. ვინ არის შემდეგი? მოდით გავხადოთ მარტივი აღნიშვნა მან ღიმილით. მისი ფიზიკური ფორმა და მომენტი ბოლო მწვერვალზე აჩენს პოტენციალს დიდ ბრძოლაში ილია ტოპურიასთან 77 კილოგრამ კატეგორიაში. თუ ეს ბრძოლა განხორციელდება, UFC-ს ელოდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, სადაც დომინანტი დაბლ ჩემპიონი დაუპირისპირდება დაუმარცხებელ ჩემპიონს, რომელიც თავდაჯერებულია საკუთარ შესაძლებლობებში. ბრძოლის პოტენციალმა ილია ტოპურიასთან 77 კილოგრამში უკვე გააჩინა დიდი ინტერესები MMA-ის სამყაროში. გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ელოდებიან ამ დუელს, რომელიც შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვული და ისტორიული შეხვედრა UFC-ის ისტორიაში. მახაჩევის მომზადება მოიცავს როგორც გრაპლინგის, ასევე სტრაიკინგის დახვეწვას. მისი მთავარი მიზანი არა მარტო გამარჯვებაა, არამედ ის, რომ კიდევ უფრო ამყაროს თავისი პოზიცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ მებრძოლად. თითოეული დეტალი, თითოეული ტექნიკა და სტრატეგია განსაზღვრულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაბლოკოს მეტოქის უპირატესობები. ამ დროს ილია ტოპურია ასევე აგრძელებს ინტენსიურ მომზადებას. ის ფიზიკურად მზადა, ემოციურად თავდაჯერებულია და მზად არის დაუპირისპირდეს დაბლ ჩემპიონს. მისი სტრატეგია გათვლილია ძლიერი დათავძეთინი ხაზის შექმნაზე, სწრაფი შეტევების განხორციელებაზე და მახაჩევის შეცდომებზე რეაგირებაზე. გარდა ტექნიკური მომზადებისა, ორივე მებრძოლს აქვს ძლიერი ფსიქოლოგიური მომზადება. მახაჩევი ცდილობს დომინარია დავიდანვე დაადგინოს.
ემოციურად დაინტერესდეს მეტოქე და მისი მოთმინება შეამოწმოს. ტოპურია კი გამოხატავს თავდაჯერებლობას და სიგრძის მანევრებს იყენებს, რათა მახაჩევისთვის ულოდნელი სიტუაციები შექმნას. მედიისა და გულშემატკივრების ყურადღება საოცრად მაღალია. სოციალურ მედიაზე უკვე ვრცელდება განხილვები, პროგნოზები და შეფასებები, ვინ იმარჯვებს. თითოეული კომენტარი და პოსტი გააძლიერებს დაძაბულობას, რაც ქმნის ნამდვილ საერთაშორისო ინტერესს საზოგადოებაში. თუ ბრძოლა განხორციელდა, ეს იქნება უნიკალური სიტუაცია, როდესაც დომინანტი დაბლ ჩემპიონი დაუპირისპირდება დაუმარცხებელ მსუბუქი წონის ჩემპიონს. ეს არა მარტო სპორტული მოვლენაა, არამედ შოუ, რომელიც აერთიანებს ისტორიას, ტაქტიკას და უდიბეს ინტერესს საზოგადოებაში. მახაჩევი თავისი მოწინააღმდეგის მიმართ სავსეა პატივისცემით, თუმცა იცის, რომ რიცხვები, სტატისტიკა და გამოცდილება მის მხარესაა. ტოპურია ასევე აღიარებს, რომ მზად არის მაქსიმალური ძალის გამოჩენისთვის და არაპირებს დანების შესაძლებლობას. მომავლისთვის ამ ბრძოლამ შეიძლება შექმნას ახალი ეპოქა UFC-ში, როდესაც დაგესტანური მებრძოლები კვლავ აჩვენებენ თავიანთ დომინანტ შესაძლებლობებს. გულშემატკივრები, პრესა და სპორტული ექსპერტები უკვე ელოდებიან ამ ეპიკურ დუელს, რათა დაინახონ, ვინ გახდება ველსტერული დივიზიონისა და მსუბუქი წონის ჩემპიონთა შორის გამორჩეული ლიდერი. ისლამ მახაჩევი დღეს უკვე არა მხოლოდ UFC-ს ჩემპიონია, არამედ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მებრძოლი. მისი დაბლ ჩემპიონ სტატუსი, გამარჯვებათა სერია და დაუძლეველი მონდომება აძლევს მას განსაკუთრებულ პოზიციას სპორტში. პოტენციური ბრძოლა ილია ტოპურიასთან 77 კილოგრამში შექმნის უნიკალურ დაძაბულობას, სადაც დომინანტი დაბლ ჩემპიონ დაუპირისპირდება დაუმარცხებელ ჩემპიონს. ეს ბრძოლა იქნება არა მხოლოდ სპორტული სანახაობა, არამედ ისტორიული მოვლენების კულმინაცია, რომელიც ჩაიწერება MMA-ის ისტორიაში. მახაჩევის და ტოპურიას მომზადება, სტრატეგია და ფსიქოლოგიური გამართული თამაში აჩვენებს, რომ გულშემატკივრებს ელოდებათ ეპიკური დუელი, სავსე ემოციით, დრამით და ისტორიით. ამასთან, ვადასტურებთ, რომ MMA სამყარო სავსეა შესაძლებლობებით და მოულოდნელობებით, სადაც თითოეული მებრძოლი თავის ისტორიას წერს. ისლამ მახაჩევი უკვე დაიწერა ისტორიაში, ხოლო მომდევნო ბრძოლები გადაწყვეტენ, როგორ გაგრძელდება მისი დომინაცია. მადლობა ვიდეოს ნახვისთვის, მეგობრებო. დარჩით ჩვენთან, მოემზადეთ მომდევნო ეპიკური ბრძოლებისთვის და დაეხმარეთ ჩვენს არხს მხარდაჭერით.